ბოლო 3 დღეში უკვე მესამე გატაცება საოკუპაციო ზონიდან მოზარდების შემდეგ გორის რაიონის სოფელ აძვიდან ამჯერად 70 წლის მოხუცია წაყვანილი. რუსი სამხედროები ხანდაზმულს მაშინ დაესხნენ თავს, როდესაც ის საძოვარზე საქონელს მწყემსავდა. ფაქტს თვითმხილველებიც ყავს, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს. ადგილი, სადაც გატაცების შემთხვევა პარასკევსაც დაფიქსირდა, ეგრეთ წოდებულ საზღვრამდე რამდენიმე მეტრის დაცილებით. გატაცებულის ოჯახი დაკავებულის ადგილსამყოფელზე ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონიდან ამ დრომდე უშედეგოდ ელის. ნახირის მომწყევსა სოფლის ტერიტორიაზე აძვში სახიფათო გახდა ერთადერთი საძოვარი, რომელიც ადგილობრივებს საოკუპაციო ხაზის გავლების შემდეგ დარჩა, დაცული აღარ არის. მოსახლეობა ამბობს, რომ 70 წლის მწყემსი ეგრეთ წოდებული საზღვრის აღნიშნულ ბანერს არც მიახლოებია, თუმცა ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრეებმა მისი დაკავება მაინც მოახერხეს. ნახიში იყო ბაბაჩემი, მივიდნენ უაზრით შევარდნენ ნახიში ჩვენ ტერიტორიაზე და ორნი გაიქცნენ მენახირეები და უშუალოდ ეს შერჩა ხელში ჩასვეს და წაიყვანეს რა. არაფერი არ ვიცით ამ წუთში ამ ეტაპზე რა. Sonra გადმოვისულები ვიყავით საზღვრის. აქამდე ვიყავით რა, ბოლომდე. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. სამი თანასოფლელი ამ ტერიტორიაზე საქონელს აძოვებდა, როცა მწყემსების თქმით ჯერ ორი ეგრეთ წოდებული მესაზღვრე პატრული შენიშნეს, მოგვიანებით კი ადგილზე რუსული სამხედრო მანქანაც გამოჩნდა. ორმა მწყემსმა თავს გაქცევით უშველა. გრიშა ბალამწარიშვილს კი სამხედროები დაედევნენ და დააკავეს. 25 მეტრა იყო ტრაფარიდან. აღჭარ გაძაღლი კამდე ორნი აიარეს. მე ჩამოვიდა უაზი. ფოსილიანი უაზი და შემოიჭრნენ ჩვენთან. დაგვიძახეს. მე გამოვიქეცი და ესეც გამოიქცა. აღარ მოაძოვოთ უბრალოდ. გადარეკეთ რა. აქ გადმოსულები აღარ დაგინახოთ. შემთხვევის ადგილი დაახლოებით ის ტერიტორიაა, საიდანაც რამდენიმე დღის წინ მოზარდები გაიტაცეს. ადგილობრივების თქმით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები უკვე ღია დარღვევენ მათ მიერვე გავლებულ ეგრეთ წოდებულ საზღვრებს და მოსახლეობას საფრთხეს უქმნიან. მოეპარნენ, უბრალოდ მოიპარეს უფრო. კი არ გაიტა, მოიპარეს. როგორც ჩემი შვილიშვილები მოიპარეს, ისე კაცი მოიპარეს. სამოცავებში ვერ ავდივართ, სასაფლაოებზეც გვეშინია. მისვლა არც არ შეიძლება კი 30 მეტრი თაქეთ იყვნენ ეგენი, ეხლა რაც ილაპარაკეს მაგათ, ჩვენ ადგილზე დაიჭირეს. იმის დედას ყავს. ამ დრომდე მწყემსის ოჯახს არავინ დაკავშირებია. ცხინვალის იზოლატორში რჩება საკორინთლოდან გატაცებული კიდევ ორი ადგილობრივი. ოჯახებს ინფორმაცია აქვთ, რომ ეგრეთ წოდებული სასამართლო პროცესი ხვალ უნდა გაიმართოს და გატაცებულებს ჯარიმის გადახდის შემდეგ გამოუშვებენ. წვიმები იყო და სოკოს სეზონი იყო და წავიდა მაგის გულზე რომ სოკოს მოვიტან. დღეს გამაგებინეს ბიჭებმა რომ შეიძლება ხვალე იყოს სასამართლო და თანხას მერე გაგვაგებინებენ სასამართლოს მერე. გატაცების შემთხვევები ბოლო 1 კვირის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა. მარტო აძვის ტერიტორიაზე ეს უკვე მესამე შემთხვევა, თუმცა სოფელში არ გამორიცხავენ, რომ მსგავსი ფაქტები კიდევ განმეორდეს, რადგან აძვის კუთვნილი ბაღები და საძოვრები სწორედ საოკუპაციო ხაზს ესაზღვრება. ადგილობრივები ხეხილის მოსავლელად გასვლასაც უფრთხიან.